მოგესალმებით ტრეიდერებო, დღეს სამშაბათია, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე კვირაში, რადგანაც გუშინ უკვე ინფორმაცია მივიღეთ კვირაზე, დღე საკმაოდ სტაბილური იყო, ორშაბათს დოლარი მცირედით გამყარდა ყველა ვალუტას, თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში და განაგრძო ხუთშაბათი პარასკევის ტრენდი. დიდი ალბათობით მოსალოდნელია დღეს და ხვალ აი ამ დოლარის გამყარების ტრენდის კორექცია. წინა კვირა საკმაოდ დატვირთული იყო ფუნდამენტური მოვლენებით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო საერთაშორისო ძის პროდუქტების ვაჭრობის ინდექსი, რომელიც პირდაპირ აისახება ხოლმე ახალი ზელანდიის ეკონომიკაზე, რადგანაც ახალი ზელანდიის ეკონომიკა დამოკიდებულია ძის პროდუქტებზე და მის ექსპორტზე, რადგანაც ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორი მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია ცნობისთვის მონაცემი შემცირდა, აქედან გამომდინარე ეს ტენდენცია ნეგატიურად აისახება ახალ ზელანდიურ დოლარზე. ასევე საინტერესო მოვლენები იყო ავსტრალიაში, ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა გადაწყვიტა საპროცენტო განაკვეთის შემცირება 2%-დან 1.7%-მდე, რაც ნეგატიურად აისახება ავსტრალიურ დოლარზე, როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს მონაცემი მომენტალურად არ გააუფასურებს ავსტრალიურ დოლარს 500-ან 1000 პუნქტით, რადგანაც საპროცენტო განაკვეთი 1.75 ნიშნულზე არც ისე დაბალია. ყველაზე დაბალად ითვლება 1%-ზე მცირე მონაცემი, რომელსაც ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ვეძახით ნულოვან მონაცემს. წინა კვირას ასევე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაცემი გახდა ამერიკის დასაქმების მაჩვენებელი, რომელიც 208,000-დან შემცირდა 160,000-მდე. ეს გახლავთ ბოლო რამდენიმე კვარტალის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მცირე მონაცემი, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ გრაფიკს, მომენტალურად არ აისახა ამერიკულ დოლარზე, რადგანაც სხვა ქვეყნებიც არ იმყოფება ეკონომიკურად სტაბილურ მდგომარეობაში, შესაბამისად დოლარი მაინც რჩება ძლიერ ვალუტად და გრძელვადიან პერსპექტივაში დოლარი განაგრძობს გამყარებას. ამასთან უნდა აღვნიშნოთ ამერიკის ფედერალური რეზერვის პოლიტიკა, ერთადერთი რაც შეიძლება ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, სავარაუდოდ მაისში არ გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი და შეიძლება ერთი კვარტალით გადაიწიოს საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტენდენცია. ამასთან მოკლედ უნდა ვისაუბროთ Brexit-ზე. Brexit-ის ცნობისთვის არის British Exit, ანუ რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ბრიტანეთი გამოვიდეს ევროკავშირიდან. არსებულმა ტენდენციამ საკმაოდ ნეგატიური ზეგავლენა ჰპოვა ბრიტანეთის ეკონომიკაზე, რადგანაც აპრილში ბრიტანეთის ეკონომიკის დის ტემპი შემცირდა 1%-მდე. ცნობისთვის 1% ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მონაცემია დიდი ბრიტანეთისთვის და რა თქმა უნდა ეს მონაცემი საკმაოდ ნეგატიურ ზეგავლენას პოვებს ბრიტანულ ფუნდზე, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. სამშაბათი არ არის დატვირთული მნიშვნელოვანი და მძიმე ფუნდამენტური მოვლენებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც დღეს იქნება, დღის მეორე ნახევარში ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკის ატაშე გრემ ვილერი წარსდგება ანგარიში, სადაც განმარტავს ახალი ზელანდიის ფინანსური სტაბილურობის მონაცემებს. საკმაოდ საინტერესო პრესკონფერენცია იქნება. მე ხვალ აუცილებლად გაგაცნობ დეტალურ ანალიზს ამ პრესკონფერენციისა და იმაზე თუ რას ილაპარაკებს ავსტრალიის ახალი ზელანდიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი. დღეს სავაჭრო საკმაოდ სტაბილური დღეა, მეტი ყურადღება დაუთმეთ ტექნიკურ ანალიზს, რადგანაც ფუნდამენტურად არ გვაქვს მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური მოვლენები. შესაძლოა კორექციაზე ვაჭრობა, რადგანაც საკმაოდ ძლიერი ტრენდი განვითარდა, როგორც ვისაუბრეთ, ხუთშაბათს, პარასკევს და ორშაბათს. კორექციაზე სავაჭროდ გამოიყენეთ Fibonacci სავაჭრო ინსტრუმენტი და ივაჭრეს 23 და 38%-იან დონეებამდე. დღეისათვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას ხვალამდე.